მოგესალმებით ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას ზოგადად მეცნიერებათა განათლება გადაცემის ავტორი და წამყვანი ცხუნაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი თემურ ჩილაჩა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მეცნიერებისა და განათლების რეფორმის ძირითად თეზისებს, ანუ ჩვენს ხედვას, რომელიც შემუშავდა მეცნიერთა კონგრესში იმ ჯგუფის მიერ, სადაც არიან მოქმედი მეცნიერები, მოქმედი პროფესორები, ვინც ასწავლიან უნივერსიტეტებში და რაც თავარია მოქმედი მეცნიერები არიან. მოგეხსენებათ, რომ ქართულ ოცნებამ გასული წლის 18 ოქტომბერს დაანონსა განათლების და მეცნიერების რეფორმა, ძირითადად რეფორმა შეეხებოდა უმაღლეს განათლებას, ძალიან ცოტა კუთხით საშუალო განათლებას, ფაქტიურად მეცნიერებაზე ჯერ არაფერი არ თქმულა, რომელიც ამ უკვე თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აგრძელებს კატასტროფიულ ნგრევას. რაც ეხება მეორე მხარეს, რომელიც წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას და მათთან აფილირებულ ჯგუფებს, იქ არსებული ექსპერტები, ამ შემთხვევაში განათლება და მეცნიერებაში, ძირითადად ხედავენ, რომ ის ძირეული რეფორმები, რომელიც განხორციელდა 2004 ძირითადად 5 წლიდან, მათ შორის ეროვნული გამოცდების გატანა უნივერსიტეტების გარეთ და შეფასების ცენტრში და შემდგომში ის რაოდენობა უნივერსიტეტებში, რომელიც ჩამოყალიბდა, ერთი პერიოდი იყო 120, მერე თანდათანობით შემცირდა, თუნდაც დღეს არსებული 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი, ანუ 64, ნუ ეს შედარებით ნორმალურ რაოდენობად თვლია. არიან ასევე ექსპერტები, რომლებიც არ არიან აფილირებული არც ქართულ ოცნებასთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან, სხვადასხვა მოძრაობებში და პარტიებში. ნუ იმათ როგორ წესი ისინი ვთქვათ საუბრობენ გარკვეულწილად ზოგ შემთხვევაში სიმართლეს, ზოგ შემთხვევაში ნაკლებად სიმართლეს, მაგრამ ფაქტიურად არავითარ თავის ხედვას არ თავაზობენ. ამიტომ ესეთი ლაპარაკი ბუნებრივია, არაფერს სერიოზულს არ წარმოადგენს, რადგანაც შენ თუ არ მოგწონს რეფორმა და არ მოგწონს მათ შორისვე, მაშინ შენი ხედვები უნდა წარმოადგინო. აი დღეს ჩვენ გვინდა წარმოადგინოთ თეზისები მეცნიერებისა და განათლების რეფორმების ძირეული შეცვლის თეზისები, რომელიც ჩვენს მიერ იყო აპრობირებული 8 თებერვალს დავითობაზე გელაჩი. გარკვეული მოწოდება ექსპერტებში დაიმსახურა. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ 15 პუნქტს, ეს თეზისებია, შემდგომში რა თქმა უნდა ჩვენ აი ამ ყოველ თეზისის გარშემო იქნება შედარებით ვრცელი დასაბუთება და შესაბამისად შეიკრება სრულყოფილ რეფორმად. პირველი, რასაც ჩვენ თვლით და
ვაღიარებთ, რომ საქართველოში მეცნიერება და განათლება ინგრევა განსაკუთრებით ბოლო 30 წელი. ამის არ დანახვა ეს არის ესე იგი ან უბრალოდ ადამიანი მართლაც ბრმა არის, ან პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე არ უნდა დაინახოს. შესაბამისად, როცა იყო ნაციონალური მოძრაობა, თქვათ 4 წლიდან 12 წლამდე, მათ იმ პერიოდში თვლიდნენ, რომ განათლება და მეცნიერება სწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო ბოლო 14 წლის განმავლობაში უკვე ქართული ოცნება თulis. მაგრამ რეალური ფაქტი ის არის, რომ საქართველოში მეორე მეცნიერება და განათლება ინგრევა. ეს ფაქტი უნდა ვაღიაროთ და ნებისმიერი ექსპერტი, მათ შორის უცხოეთიდან, რომლის თანახმად ის კვლევები, რომელსაც ტარდება საქართველოში მოსწავლეების შემთხვევაში და ის რეიტინგები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების, ასე მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, ეს ორი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არის პატარა კარგი უნივერსიტეტები, კერძო ეს არის თავისუფალი უნივერსიტეტი, კიდევ რამოდენიმე, მაგრამ აი მრავალპროფილიანი ჯერჯერობით ილია დარჩა, თესეულ თავისთავად, ესე იგი დარჩება, აი ამ ორი უნივერსიტეტის რეიტინგები სამწუხაროდ კიდევ კლებულობს. ხოლო დანარჩენი 17 სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგებს ძლავრი რადარები ვერ იჭერენ. ანუ იმ უნივერსიტეტებში შეიძლება 2-3 საერთაშორისო დონის მეცნიერი იყოს, მაგრამ როცა უნივერსიტეტში არის 80, ზოგ უნივერსიტეტში 70, ზოგში 90 საშუალო ან დაბალი დონის მეცნიერი სამეცნიერო ხაზით რეიტინგები ფაქტურად თითქმის განულებულია. ამიტომ ის რომ მეცნიერება და განათლება საქართველოში ინგრევა ბოლო 30 წელი, ეს ჩემის აზრით ესე იგი არ უნდა წარმოადგენს დისკუსიის ესე იგი თემას. მეორე, მეცნიერებისა და განათლების რეფორმა აუცილებელია. აი რა არის კიდევ განსხვავება. ჩვენ თვლით, რომ მეცნიერების და განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს რეფორმა უნდა მოამზადონ და ექსპერტებმა შემდგომ უნდა იყოს განხილული უნივერსიტეტებში, საზოგადოებაში და შემდგომში, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს ამ რეფორმას, მერე ის უნდა შევიდეს ძალაში. ასე ხდებოდა საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ფინეთში, სადაც იყო მართლაც რეფორმები, ნაწილი უნივერსიტეტების გაერთიანება, მაგრამ მსჯელობა საზოგადოებაში მიდიოდა წლების განმავლობაში 1, 2, 3 წელი. შედეგი იყო კარგი, რადგანაც დასაბუთებული იყო როგორც პლუსი, ასე მინუსი, გადაწონა პლუსებმა და რეფორმა განხორციელდა და მიიღო დადებითი შედეგი. ასევე ნაჩქარები რეფორმა, როგორც დღეს საქართველოში ცდილობენ გააკეთონ, კეთდებოდა და გააკეთდა თვითონ სერბეთში, მაგრამ მიიღო უკუ შედეგი, რადგანაც მომზადებული არ იყო და ატარებდა გარკვეულწილად ზედაპირულ ხასიათს.
მესამე პუნქტი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვეუბნებით ყველას, რეფორმა უნდა მოამზადონ და ჩაატარონ ზოგადად პროფესიონალებმა. განსაკუთრებით ამ დარგის პროფესიონალებმა, ანუ განათლების დარგის და არა პოლიტიკოსებმა. წინა კვირას მე მახსოვს, რომ განათლების და მეცნიერების მინისტრმა ბატონ მიქანაძემ ბრძანა, როცა შეეკითხეს ფაქტიურად ნახევარი წლის შემდეგ პირველად განაცხადა, რომ ამ რეფორმის ერთ-ერთი ექსპერტები იყვნენო და დაასახელა რამოდენიმე პიროვნება, მათ შორის ჩილედან ექსპერტი, რომელიც ნაკლებად იყო ცნობილი. კერძოდ ბატონები ვლადიმერ ბრილერი ამერიკიდან, ტომ ბოლანდი ირლანდია, ელენ სეზელკორდი, პეტია კოლევა ბულგარეთიდან, კანადიდან დევიდ სტრეკი, ხორხე ნუტრონიკი ჩილედან და ფრენკ სიგელი გერმანიიდან. ნუ ეს უკვე მოხდა ერთი კვირის წინ, როცა გასული წლის ოქტომბრიდან გასულია უკვე თითქმის 8 თვე. შესაბამისად, ესენი მონაწილეობდნენ ამაში რა ეს დატვირთულობით მონაწილეობენ ადამიანმა ნაკლებად შეიძლება გავიგოთ, მაგრამ მაინც და მაინც მათი კვალიფიკაცია არ მგონია იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე საქართველოში ჯერ არსებული საკმაოდ მაღალი დონის დამოუკიდებელი ექსპერტების. შესაბამისად, კარგი იქნება, რომ მომავალში, როცა ჩატარდება რეალური რეფორმა, აუცილებლად ის ექსპერტები, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული, არ არიან ასოცირებული და მიბმული გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას ან ფოკუს ჯგუფებს, და საზოგადოება არ იწვევს მათი კვალიფიკაცია, ზუსტად მათ უნდა მოამზადონ და მერე განახორციელონ ეს რეფორმები. მეოთხე, სკოლამდელი განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, საყოველთაო და უფასო. ოღონდ ეს უნდა იყოს რეალურად ხელმისაწვდომი, რადგანაც დღევანდელ პირობებში საქართველოში თუ საშუალო ოჯახში თუ ორივე ცოლ-ქმარმა არ იმუშავა, თუნდაც იმ დაბალ ხელფასზე რა თქმა უნდა გაუჭირდება. ამიტომ ბუნებრივია, მათ თუ ყავთ შვილები, პატარები, საბავშვო ბაღში უნდა იყვნენ ესენი და ეს პერიოდი მათ პრობლემა არ უნდა ქონდეს, რომ პირობითად 9 საათიდან თუ 10:30-დან 6 საათამდე ესენი არიან უზრუნველყოფილი კვებით, სითბოთით უზამთარეთ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არ უხდებოდეს შობელს, თქვა თუ ცხოვრობს ან ზონაში, ბაღი იყოს თქვა პირობითად ესე გლდანში, ან კიდევ უფრო შორ და ასე შემდეგ, იგივე შედარებით ახლოს უნდა ქონდეს მას საშუალება თავისი შვილების შეიყვანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არაფერს არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, კერძო ბაღები, სადაც უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა შეიყვანოს შვილი, რადგანაც იქ ესე იგი გადასახადი დიდია და ასე შემდეგ. ანუ უფასო უნდა იყოს სახელმწიფო ბაღები და მაღალი, ესე იგი, ხარისხის. მეხუთე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად მე ამაზე მქონდა, ესე იგი, გარკვეულწილად ჩემი მოსაზრება, რომელიც დიდი ხნის წინ, კიდევ 20-30 წლის წინ გაუზიარეს სხვებს და შემდეგ,
და დღესაც ზოგიერთთან მაქვს კონტაქტი და ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, რომელსაც ჩემი აზრით ინტელექტი აქვს მაღალი, ანუ IQ მაღალი, ესმის საქართველოში პრობლემები, ისინი ამაზე არიან. თუმცა შეიძლება საზოგადოების ნაწილს ეს აზრი არ მოეწონოს. მეხუთე პუნქტი. საშუალო განათლება უნდა იყოს უფასო, სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ 9 კლასში. მოგეხსენებათ, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის გერმანია, ფინეთი, იაპონია, აქაც არ არის სავალდებულო განათლება. მაგალითად, გერმანიაში არის, რა თქმა უნდა, დაწყებითი სკოლა, ეგრეთ წოდებული Grundschule, შემდგომში უკვე ის გადადის საშუალო სკოლაში, რომელიც ფაქტიურად იყოფა 3 ნაწილად. ეს არის Hauptschule, პრაქტიკული პროფესიული სკოლა, სადაც დაახლოებით 40% მოსწავლეების მიდის. მეორე Realschule, შუალედური, სადაც მიდის 25% და ძირითადად იქიდან მერე პროფესიულ განათლებაზე მიდიან. და მესამე გიმნაზიუმი, აკადემიური, ეგრეთ წოდებული აბიტური. დაახლოებით 35%. აი ზუსტად აბიტურს ვის ესე იგი აგრძელებს სკოლას აბიტურის მიმართულებით. ის უკვე დამთავრების შემდეგ იქიდან 14-15% აბარებს უნივერსიტეტებში. ანუ რეალურად იმ სკოლებს, რომელსაც უწოდებენ აბიტური, რომელსაც აქვს შესაძლებლობა სურვილის მიხედვით გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებში, ასეთი დაახლოებით 15%-ია, ისინი აგრძელებენ უნივერსიტეტებში, სადაც მიმართულების მიხედვით არის ბუნების მიმართულება, ტექნოლოგიური, ჰუმანიტარული, სამართალი, ეკონომიკა, მედიცინა. ხოლო ვისაც დაუშვათ თავდაპირველად არ ეგონა რომ მოინდომებდა შემდგომში აბიტურის იმას და სწავლობს რეალურ შულე ან ჰაუშულეში, მას გარკვეული თქვათ ძალისხმევით მერე შეუძლია გააგრძელოს სწავლა ასევე გიმნაზიუმში და გარკვეული წლების შემდეგ, გარკვეული წლის დანაკარგის შემდეგ აიხდინოს სურვილი, თუ მერე სურვილი გაუჩნდა, რომ ჩააბაროს უნივერსიტეტებში. ესეთი მიდგომა ჩემი აზრით უნდა გაკეთდეს საქართველოში. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, ახლა ზოგიერთი იტყვის, რომ ჩვენთან ყველა უნდა იყოს უმაღლესი განათლების, ყველას უნდა ქონდეს დიპლომი, თუმცა როგორც ხედავ ზოგიერთ ამდობის პირს არ ჭირდება დიპლომი, მაგრამ რეალურად თუ ჩვენ შევხედავთ, დიდი რაოდენობა პროფესიით ვერ მუშაობს, რადგანაც დიპლომი ფორმალური აქვთ, რადგანაც რეალური არა მარტო სიღრმისეული, ან თუნდაც რომ საშუალო ცოდნაც სამწუხაროდ არ აქვს. ჩვენ საქართველოში უნდა განვახორციელოთ მე-11 და მე-12 კლასებში ორი მიმართულება. ეს არის ერთი, ესე იგი ჰუმანიტარული, ანუ გიმნაზიები, მეორე
ესე იგი ის ლიცეუმები უკაცრავად, ხოლო გიმნაზიები მეორე ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო, ვინც შემდგომში წავა ფუნდამენტურ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. როდესღაც თუ საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკა, შესაძლებელია მე-10, მე-11, მე-12 კლასში იყოს 3 განშტოება, 2 ვთქვი, მესამე შესაძლებელია გამოვყოთ კიდევ ცალკე სამედიცინო აი ამ მიმართულების, რომ მაინც სპეციფიკა, რომ მეტი ყურადღება აქ იყოს ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკაზე, ვიდრე თუნდაც იქ სადაც ეკონომიკაზე და მათემატიკაზე ან კომპიუტერ საინსზე იქნება მიმართულება. რაც ეხება მე-6 პუნქტს. მე-6 პუნქტი ეხება სახელმწიფომ უნდა განავითაროს პროფესიული განათლების ფართო ქსელი, სადაც სწავლა უნდა იყოს უფასო. წინა პირას ბატონი განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროფესიული განათლებაზე მიმდინარე წელს 2026-ში გამოყოფილი არისო 10,600 ადგილი. 29 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 30-ზე მეტი კერძო სასწავლებელში. მე ვფიქრობ, რომ პროფესიული ქსელის განვითარება ეს სწორი მიმართულება, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად მომზადებული, მოფიქრებული კურიკულუმები, სილაბუსები, ყავდეს სპეციალისტები და სწორად განსაზღვროთ, ისე არა, როგორც ახლა არასწორად განსაზღვრეს, თუმცა ბაზარი შევისწავლეთო და ირკვევა, რომ ყველგან არის დანაკლისი რამოდენიმე სპეციალობის გარდა სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ესე იგი ბიზნეს ადმინისტრაცია, შემდეგ უმრავლესობა სპეციალობებზე ზუსტ საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საინჟინრო მიმართულებაზე პირველ ნომრად არის ბევრად ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გამოყოფილი ადგილების რაოდენობა. ამიტომ პროფესიული სასწავლებლების სპეციალობები უნდა იყოს სწორად შერჩეული ბაზრის რეალური შესწავლით და იმ მოთხოვნების გათვალისწინებით და პროგნოზირებით ამ მოთხოვნას. მაგრამ ეს გზა ჩემის აზრით სწორია პროფესიულ განათლების განვითარების სწორი მიმართულების გზა სწორია. მე-7 გითხარით უკვე, უნდა იყოს ჩემის აზრით, მე არავის არ ვახვევ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბოლონიის პროცესში, ამიტომ აუცილებელია იყოს მე-12 კლასიც, და სწავლება მე-10, მე-11, მე-12 კლასში უნდა იყოს, ვიმეორებ, ამ ეტაპზე 2 მიმართულებით ლიცეუმში, ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები, გიმნაზიებში ზუსტი ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები. ხოლო როცა საქართველო იმედია მომზადდება ეკონომიკურად, აი მე-3 ცალკე მედიცინა გამოყოთ, რადგანაც ჩინეთში, ბევრ ქვეყანაში, გერმანიაში ცალკე არის გამოყოფილი მედიცინა, რადგანაც ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მე-8 პუნქტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2005 წელს რომ მოხდა პირველად მისაღები გამოცდების გატანა უნივერსიტეტების გარეთ, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. მე მაშინ და მანამდე 12 წელი დიდებულ პიროვნებასთან ერთად
სამწუხაროდ არც გარდაცულ პროფესორ ოთარ ჟორდანიასთან ერთად ის რექტორი იყო, მე პრორექტორი იყო 12 წელი ვიყავით და ჩვენ ვიცით რა იყო უნივერსიტეტებში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოაზისი საქართველოში ამ კუთხით იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა აქაც პატარა ვიღაცები შეიძლება რაღაც, მაგრამ რექტორატი იყო აბსოლუტურად კრისტალური. ბევრ უნივერსიტეტში ესე არ იყო. შესაბამისად, გამოცდების გატანა იყო სწორი. ეს პროექტი შესაძლებელია ადრე ამაზე ევროკავშირმა გამოყო გრანტები, როგორც მე ვიცი, მგონი 600 მილიონი, 60 მილიონი დოლარი ეს ინერგებოდა და უკვე 2005 წელს ეს დაინერგა და იმ წელს ბევრი ნიჭიერი იმ ოჯახების შვილები, რომლებსაც არ ქონდა მატერიალური შემოსავალი მაღალი, ჩაირიცხნენ მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით იურიდიულ სპეციალობაზე, ასევე ეკონომიკურზე, ბიზნეს ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობაზე. ეს საქართველოში ადრე საუბედუროდ არ იყო. შესაბამისად, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, უნივერსიტეტში, ინსტიტუტში მოგეხსენებათ საქართველოში არის 19 სახელმწიფო დაწესებულება, აქედან 15 არის უნივერსიტეტი, 4 სასწავლო უნივერსიტეტი, ერთად 19. და ასევე არის 45 კერძო სასწავლებელია, საიდანაც 35 უნივერსიტეტია, 3 სასწავლო უნივერსიტეტი, 1 კოლეჯი, 6 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებული, ერთად 64-ია. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადრე 2005 წელს გამოცდების გატანა იყო ძალიან სწორი და კიდევ უფრო სწორი იყო ზოგადი უნარების საგნის შემოტანა, რომელიც მოიცავდა მათემატიკის ელემენტებს, ესე იგი ლოგიკის ელემენტებს და ესე იგი წინადადებების ჩასმის და სიტყვების ჩასმის, ანუ ფილოლოგიის მომენტს. ამას აბარებდა ყველა, ვინც მიდიოდა მათემატიკის სპეციალობაზე, იურიდიულზე, ფილოლოგიურ და შემდეგ და ძალიან კარგი იყო ეს. რადგანაც მათემატიკის არსებული ელემენტები და ლოგიკა ავითარებს აბიტურიენტისთვის, შემდგომ სტუდენტებისთვის კრიტიკულ აზროვნებას, რაც აუცილებელი. მესმის, რომ აქ პერიოდში მიც მიდიოდა ჰუმანიტარულზე, უჭირდათ, მაგრამ შემდგომში ეს რომ ამოიღეს, დანაშაული იყო. იმის შემდეგ არა მარტო ეს დანაშაული იყო, რომ ამოიღეს ზოგადი უნარები. იმის შემდეგ კომპეტენციის ზღვარი სამარცხვინო ნიშნულამდე ჩამოიყვანეს. ადრე თუ იყო მათემატიკაში მგონი 21, 59-დან, დღეს 51-დან არის 10 მგონი, თუ 11. ეს ალბათობის თეორია არის მათემატიკის ესეთ მიმართულება, რომ თუ მეზობელმა უთხრა თავის მეზობელს, რომელიც აბარებს გამოცდებს, მოდი ახლა შენ ყოველი ნომრის, კენტი ნომრის პირველი ნომერის შემოხაზე პასუხები სავარაუდო, ხოლო ლუწ ნომრის მეორე დიდი ალბათობით ის 10-ს დააგროვებს. ანუ ფაქტიურად სრული უცოდინარი შეიძლება ჩაირიცხოს. ჩვენი აზრით
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უნივერსიტეტი, ინსტიტუტი სწავლება უნდა იყოს უფასო, ეს სწორია. ჩარიცხვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი მეცნიერულ დონეზე დადგენილი კომპეტენციის ღვრის განსაზღვრის. დღევანდელი კომპეტენციის ღვრის მნიშვნელოვანი გაზრდით. ჩვენ საუბრობთ, რომ აი წელს 53 აბიტურიენტი 43000-მა დაამთავრა სკოლა და დაახლოებით ესე იგი ჯამში ფაქტურად 43000 დგას აქედან პირველ ნომრად სახელმწიფო დაწესებულებებში იმ 19-ში 27591, კერძოში 45 კერძოში 15409, მაგრამ ეს რაოდენობა დიდია და ბუნებრივია, როცა კომპეტენციის ზღვარს დაახვედრება 10-11 ქულა მათემატიკაში და სხვა და საგნებში ასევე დაბალი პროცენტული მოთხოვნით, უმრავლესობა დიდი ჩააბარებს ჭყალებში. ნუ ვიღაცა მართლა ჩააბარეს, უმრავლესობა გადალახავს ცოდნის გარეშე. ამიტომ კომპეტენციის ზღვარი ზუსტად დადგენილი მეცნიერულ მიდგომით უნდა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ის სტატისტიკას გვიჩვენებს, სანამდე უნდა ავიდეს, რომ დაახლოებით ყოველ წელს ირიცხებოდეს გარკვეული რაოდენობა, რომელიც ალბათ ჩემის აზრით სახელმწიფო და კერძოში ერთად დაახლოებით 20-25000-ზე მეტი არ უნდა იყოს. ისიც ბევრია. მეცხრე. კერძო უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლებელია ჩარიცხვისას კომპეტენციის ზღვარი იყოს უფრო ნაკლები ვიდრე სახელმწიფო სასწავლებლებში, მაგრამ მეტი ვიდრე დღეს არსებობს. კი ბატონო, რადგანაც კერძო სასწავლებელია, მათ ესე იგი თუ ისინი ფიქრობენ, რომ თითქმის ნულოვანი კომპეტენციის ზღვრით მათ მოუნდება სტუდენტის ყოლა უნივერსიტეტში, კი ბატონო, ის ფულს შემოუტანს, მაგრამ ისეთ გარემო შექმნის, რომ მეორე, მესამე სტუდენტი საშუალო კარგი იქ არ მოვა. ამიტომ კი ბატონო, შეიძლება იყოს კომპეტენციის ზღვარი ნაკლები, მაგრამ თვითონ განსაზღვრო ის მინიმუმი, რომელი უნდა იყოს, რომ რაღაცნაირად ესე გარკვეული გააზრებული უნდა ქონდეთ. მეათე, მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერებისა და აკადემიური საქმიანობაში გამოცდილი პროფესორებისგან შექმნილმა ჯგუფმა არსებული ტრადიციული სამეცნიერო სკოლებისა და რეალობის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრონ საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებები, სპეციალობები ბაკალავრიატში 4 ან 3, მაგისტრატურაში 2 ან 1, დოქტორანტურაში 3-დან 5-მდე. უცხოეთში არის პრაქტიკა, დოქტორანტურაში ზოგში როგორც წესი ჰუმანიტარულში 3 წელია, ზუსტ საბუნებისმეტყველოზე 4 ან 5 წელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს არ უნდა გააკეთონ მარტო იურისტებმა. ეს უნდა გააკეთონ იმ სპეციალისტებმა, რომლებიც მეცნიერულ დონეზე შეისწავლიან, რომელ სპეციალობას რამდენი წელი ჭირდება. რა იცის იურისტმა, რომ მათემატიკას ყოფნის 3 წელი ბაკალავრიატს, მაგისტრატურას 1 წელი. იცის რამე? იცის ელემენტარული ალგებრული გარდაქმნები, რომელსაც მე 5 კლასში ვასწავლეთ. ნაკლებად გონია ეს. ამიტომ უნდა
მაღალი დონის მეცნიერებისგან და აკადემიური საქმიანობაში გამოცდილი პროფესორებისგან შეიქმნას ეს ჯგუფი, რომელიც კვლავ არ იქნებიან აფილირებული არც ერთ პარტიასთან, აფილირებული იქნებიან მხოლოდ საქართველოს ინტერესებთან და ამ ჯგუფმა შეიმუშაოს, რა თქმა უნდა, ჯგუფი უნდა იყოს სინერგეტიკული, მათემატიკოსები, ეკონომისტები, იურისტები, მათ შორის ფსიქოლოგები და ასე შემდეგ. მე-11 დღეს საქართველოში ხანდახან ნახავ, რომ ესე იგი ზოგიერთი იტყვის, რომ მე ვარო 200-300 საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ანუ ხდება სრული პროფანაცია საბაკალავრო ნაშრომის. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია მე-11 პუნქტი. საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უნდა იყვნენ ცნობილი მეცნიერები, გამოცდილი პროფესორები. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, როგორც არის სამართალმცოდნეობა, სადაც სტუდენტები მართლაც ბევრი ყავთ, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნეს ადმინისტრირება. იქ რა თქმა უნდა, ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ გაიზარდა კონტინგენტი სამართალმცოდნეობა, ბიზნეს ადმინისტრირების პროფესორ მასწავლებელთა რაოდენობა თუ არ გაიზარდა, შეიძლება ერთ პროფესორზე მოდიოდეს 100 საბაკალავრო ნაშრომი. სათაურის წაკითხვას ვერ მოასწრებს ხელმძღვანელი. ამიტომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტის დიპლომი ამ შემთხვევაში ბაკალავრიატის ფასობდეს. საბაკალავრო ნაშრომი არ არის, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ნაშრომი, მაგრამ გარკვეულწილად პატარა შესავალი არის და ჯამება იმისა, რაც ისწავლა და შესაძლებელი ათებაზე სწავლობდა და შესაძლებელია პატარა როგორც ერთი პატარა აგური დაედოს სამაგისტრო ნაშრომს. მე-12 პუნქტი. სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უნდა იყვნენ მაღალი დონის მეცნიერები, გამოცდილი პროფესორები. მაგისტრატურა უკვე არის პირველი ეტაპი სამეცნიერო მუშაობის. მით უმეტეს, თუ ახალი პროგრამით როგორც სურთ გადავიდეთ 1+1-ზე, ანუ ვინც პირველ კურსზე სწავლობს, მაგრამ იცის, რომ მერე დოქტორანტურაში წავა და მეორე კურსზეც გააგრძელებს სწავლას მაგისტრატურაში, ის შეასრულებს სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც პლაგიატის პროგრამით მოწვდება, ხო არ არის გადაწერილი კოპი-პასტით და ჩადებული ან წინა სამაგისტრო ნაშრომის გვარი მოცლილი და ჩაგდებული სხვა გვარი. შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომი უნდა იყოს მაღალი დონის, რეცენზენტები უნდა იყვნენ და კომისია უნდა იყოს შესაბამისი დონის. როგორ შეიძლება სამაგისტრო დონის ნაშრომის შეფასებისას კომისია შედგებოდეს იმ ხალხისგან, რომელსაც ბოლო 40 წელი სტატია არ აქვს, თუნდაც ბოლო 10 წელი. და ბოლო 10 წლის განმავლობაში, როცა დაიცვა 40 წლის წინ მარტო ღვინო არ აქსვამს და ან დაუშვათ უცხოეთში ტურისტულ იმებში დადის ზაფხულობით. ესეთი ხალხი კომისიაში არ უნდა იყოს. მე-13 სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ საერთაშორისო დონის მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერები, რომლებიც ციტირების ინდექსი იმზირებოდეს Web of Science-ში, Scopus-ში და შესაძლებელია კიდევ Google შოლარში. შესაბამისი გამოცდილების მქონე ასევე პროფესორები. დღეს ზოგიერთი ხანდახან სოციალურ ქსელში ნახავ, რომ ულოცავთ ჩვენი დაუშვათ უნივერსიტეტის მოცემული პროგრამის, სადოქტორო პროგრამის გასვლას, აკრედიტაციას. ხელმძღვანელი ეს, მე შევდივარ, მე ან სხვა, Google შოლარში და ვკრიბავ ამ გვარ და სახელს.
ძლავრი რადარიც ვერ იჭერს მის ციტირების ინდექსს. ეთყობა აქვეყნებს სტატიებს სადღაც შიდა მოხმარების ჟურნალებში და ან კონფერენციებში. იქ იმ აკრედიტაციის საბჭოში აუცილებლად უნდა იყვნენ არა პოლიტიკური გემოვნების პიროვნებები, რომლებიც ზოგ სადოქტორო პროგრამას ან სამაგისტროს გაატარებენ რაღაცის გამო, ზარის გამო, ან პოლიტიკური გემოვნების გამო, ან პირიქით არ გაატარებენ. შესაბამისად, თვითონ უნდა იყვნენ ესენი მაღალი დონის მეცნიერები იმ აკრედიტაციის საბჭოში და რა თქმა უნდა მიუკერძოებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ამ მიმართულებით სახელმწიფო წავა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19-ში სადოქტორო პროგრამების რაოდენობა ერთი რიგით შეიცვლება. თუ იყო პირობითად 500, გახდება 50. თუ იყო 200, გახდება 20. რაც ძალიან კარგი იქნება. მე-14 უმაღლესი დონის მეცნიერთა სინერგეტიკული ჯგუფმა უნდა განსაზღვროს ის სამეცნიერო მიმართულებები, რომლებსაც საქართველო განავითარებს ტრადიციული არსებული საერთაშორისო დონის სამეცნიერო სკოლებისა, მათემატიკა, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია და ასევე ფიზიკა ალბათ, რომელიც უფრო უცხოეთშია ქართველები გასული და თანამედროვე მოთხოვნილებთა გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ ყველა მიმართულებას მეცნიერების, რომელიც საერთაშორისო World Classification-ში არის, ყველას განვითარებთ, ეს არ იქნება სწორი, ეს იქნება დაუსაბუთებელი ამბიციები. მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ არსებული სამეცნიერო სკოლები, მუსხელიშვილი ვეგუა, ფიზიოლოგია, ბერიტაშვილი, უზნაძე განწყობის თეორია, ასევე კიდევ რამოდენიმე, ჩვენ იმ მიმართულებით უნდა ჩავდოთ ინვესტიციები, რაშიც ჯერ შემორჩა კადრები, შემორჩა მაღალი დონის მეცნიერები, სანამ მათ არ გაანადგურებენ და ისინი განავითარებენ. ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, ჩვენ განვავითარებთ ხელოვნური ინტელექტს და დავეწებით ამერიკას, ჩინეთს და სხვას, ეს ცოტა სასაცილოა, რადგანაც ისინი არიან ერთი საუკუნით წინ. ზოგიერთი ხუმრობს ამასთან დაკავშირებით. სამუდამოდ წინ. თუმცა ევროპელი და ამერიკელი მეგობრების, რომელიც გარკვეულწილად ახლა ცდილობენ სომხეთში ჩადონ ინვესტიციები და იქ გარკვეულწილად ხელოვნურ ინტელექტზე იყოს ასევე მუშაობა, გარკვეული ნაწილი ალბათ ერთი პლასტი, ეს შესაძლებელია, მაგრამ მთლიანად თავი მაინც იმ ქვეყნებში იქნება, სადაც განათლებაზე, მაგალითად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT-ის ბიუჯეტი არის 72 მილიარდი დოლარი. საქართველოს ბიუჯეტზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი. და როგორ გინდა ასეთ ერთ უნივერსიტეტს, სადაც ასწავლიან ნობელის პრემიის ლაურეატები, დაეწიო არა, უბრალოდ დაინახო, რომელიც გარბის უკვე დიდი სიჩქარეთ, თითქმის სტახიონის სიჩქარეს, ეს ხუმრობით სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარე, რომელიც ჯერ არ არიან ხილული. მე-15, რაც კიდევ მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტების სტატუსი, წოდება უნდა მიენიჭოს სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სადაც არსებობს არანაკლებ 5 სადოქტორო პროგრამისა. მე აღვნიშნე, რომ დღეს არსებობს 15 სახელმწიფო უნივერსიტეტი, 38 კერძო უნივერსიტეტი. თუ ჩვენ შევქმნით იმ კომისიას, სახელმწიფო კომისიას, აკრედიტაციის,
სადაც ყველა იქნება სხვადასხვა დარგის მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერი და მიუკერძოებელი შესაბამისი ანაზღაურებით რა თქმა უნდა და როცა შემოვა რაღაცა უნივერსიტეტიდან ვიღაცი სადოქტორო თქვათ პროგრამა უნდა შეისწავლოთ არა მარტო ისე რომ ექსპერტთა ჯგუფი მოდის და იქ რაღაცა ხვდებიან ზოგს თბილად ზოგს კიდე უფრო თბილად ამ შემდეგ არამედ მიუკერძოებულად მარტო რომ ესი უცხოელი მონაწილეობს ეს არაფერს არ ნიშნავს იმას კაი ესე იგი შესაძლებელია მერე გაუმასპინდნენ მიუკერძოველი ექსპერტები მათ შორის ქართველები ესეთიც მოიძებნება თუ ჩვენ ამ პრინციპს გავყვებით 19 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უბრალოდ ესე იგი 15-დან 4 სასწავლო ჩამოვა 10-მდე ალბათ ხოლო 45 კერძო უნივერსიტეტი ჩამოვა 15 უნივერსიტეტამდე ძალიან კარგი საქართველოში სწორი რეფორმის შედეგად 20-ზე მეტი ჯამური სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი არ უნდა იყოს ჩემი ღრმა წმენდი. ამიტომ ჩვენ აი ამ საკითხზე კიდევ უფრო გაშლილად ჩვენ აფიქრალი ვართ. ჩვენ სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში მზად ვართ გავშალოთ ეს საკითხები. მერე წარმოადგინოთ სრული პროგრამა, ეს გაკეთდება მეცნიერთა კონგრესის მიერ. სადაც ვიმეორეთ ექსპერტთა ჯგუფი არის რომლებიც არიან მოქმედი მეცნიერები, რაც ხშირად არ არის სხვადასხვა ჯგუფებში, მოქმედი პროფესორები, გამოცდილი პროფესორები და გამოცდილი კიდევ ხელმძღვანელები, როგორც სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო თემების. დარჩენილი 10 წუთი მე მინდა შევეხო, რადგანაც ჩვენ წარმოადგენთ ამ ქართულ ტივიში მეცნიერება და განათლებას და ასევე აფხაზეთის საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ განათლების და მეცნიერების რეფორმა, მეცნიერება ჯერ დაწყებულის არ არის ფიქრი და საუბარი, უბრალოდ ის ცდილობენ ჯერ არ შეიმჩნიოთ, რომ მაქსიმალურად დაინგრეს, მერე ამოყვანა რომ რთული იყოს. რადგანაც ყველაზე მეტად უჭირს პოლიტიკური მნიშვნელობის უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამიტომ მე მინდა საზოგადოებას შევახსენო. მათ შორის იმ საზოგადოებას, რომელიც არ არიან აფხაზეთიდან, აფხაზეთის მკვიდრი, შეიძლება ზოგს ახსოვს, ზოგს არ ახსოვს. 2005 წლებში დევნილებს აქ უკვე თბილისზე საუბარი ყავდა პოლიტიკური ლიდერი ბატონი თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა 31 აგვისტოს 2004 წელს. ის იყო გაგრილი საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი. ხოლო პროფესორი ოთარ ჟორდანია იყო საზოგადოებრივი ლიდერი, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაშინ ერქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, იყო 93 წლის 15 ნოემბრიდან 2005 წლის 28 ივნისამდე. აი ამ პერიოდში დევნილების პოზიცია მყარად ჩანდა საზოგადოებაში. ბატონი თამაზ ნადარეიშვილი პარალელურად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს პარალელურად იყო ვიცე-პრემიერი, ხოლო ოთარ ჟორდანიას და მისი გუნდის მეშვეობით 12 წლის განმავლობაში ტიტანური შრომიდან ნულიდან უნივერსიტეტი კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის, სადაც ყველა სპეციალობა იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ იყო მეორე ადგილზე უკვე 2004 წელს. ასე მაგალითად
1999 წელს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყოს შემოსული მაგისტრატურა, პარალელურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამა იყო, რომელიც თსუ-ში არ იყო. მაგალითად გამოვიდეთ მათემატიკა, მიკრობიოლოგია, ლიდერი პროგრამები. შესაბამისად, აი ესეთი ძალა იყო დევნილები. ეს რა თქმა უნდა არ მოწონდა პოლიტიკოს ედვარდ შევარდნაძეს, რომელსაც არ უნდოდა პრობლემები თბილისში, მაგრამ ვერ შეძლო მან ეს სოხუმის უნივერსიტეტი გაეშვა 93-14 წლებში ზუგდიდში, რომელიც სადაც უკვე არსებობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. ერთ წელიწადში მოხდებოდა შერწყმა, სახელწოდებით ალბათ ზუგდიდის ფილიალი და პრობლემა მოიხსნებოდა. ასევე ბატონ თამაზ ნადარიშვილი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, იცავდა დევნილებს და აფხაზეთის სიტყვა ჟერდა. შესაბამისად, როცა ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი 2004 წლებში, სამწუხაროდ ბატონი თამაზ ნადარიშვილი მოგახსენეთ გარდაიცვალა, ხოლო ოთარ ჟორდანია, როგორც გითხარით 2005 წელს 28 ივნისს ძალით ვალენტარისტული მეთოდით მოხსნეს რექტორობიდან. ამას ახორციელებდა მაშინდელი განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, ხოლო რადგანაც ჩვენ ფილიალი ვიყავით, მაშინ ფორმალურად ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე, რომელმაც ფაქტიურად ზედა ეშელონის დავალებით მითითებით მოხსნა ოთარ ჟორდანია. ეს იყო დანაშაული. შემდგომში მერე უნივერსიტეტებში დაინიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაინიშნა გარედან პიროვნებები, რომლებიც ზოგიერთმა არ იცოდა ენგურს რომ გადახვალ სამურზაყანო იწყება თუ გუდაუთის რაიონი. და დღემდე ასია. ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებაში უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე აბსოლუტურად მართვადი, შედარებით სუსტ პოლიტიკოსები იყვნენ დანიშნული ცენტრალური ხელისუფლების ზედა ეშელონებით. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული დევნილი საზოგადოების მიმართ. დღეს აფხაზეთის საზოგადოების სრული ცხინვალიზაცია მოხდა. აი რაც გაკეთდა ცხინვალიდან გამოსული, ფაქტურად ძალით გამოსული 21 თუ 20,000 ქართველები, რომელიც ხან გორში ძირითადად იქა ესე იგი აი ამ დასახლებებში ამ შემდეგ ფაქტურად სტრუქტურები არაფერი არ არის, ცხინვალის ინსტიტუტი ჯერ შეუერთეს გორს და მერე საერთოდ გაუქმეს. აი ამ გზას დიდი ხანია უკვე უყენებენ ასევე აფხაზეთის საზოგადოებას. კერძოდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ სოხუმში არსებობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, მსოფლიოში სულ 2 იყო, სოხუმში და მგონი ამერიკაში და ომის შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ინსტიტუტი გადმოვიდა არა თბილისში, სადაც ალბათ ჯობდა, არამედ ქუთაისში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელშეწყობა არ იყო, მაქსიმალურად დააჩანაგეს და ზოგიერთმა ვაი ხელმძღვანელმა ფაქტიურად შეუერთეს ეს წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთი ფაკულტეტის სახით და სულ ზღაპავს ცოტა რაოდენობის სტუდენტი ყავს. მეორე ნაბიჯი ეთყობა უნდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ ამის გაკეთება
ისე იოლი არ იქნება თუ ადგილობრივი გარკვეულწილად ის კონფორმისტები ხელს არ შეუწყობენ ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას. მეცნიერებაში არსებობს კურასავოს გვარია მათემატიკური მოდელი. თუ შენ გინდა ესე გარკვეული მიკრო დონეზე, თქვათ სკოლა, 100 მასწავლებელი. თუ სკოლის განადგურება გინდა პროფესიონალური თვალსაზრისით, თუ შეძლებ რომ 100-დან 2/3, ანუ 66% იქნება კონფორმისტი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა გახდება კონფორმისტი. აი სამწუხაროდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფორმისტების რაოდენობა უახლოვდება 2/3-ს. და თუ გადალახავს, მაშინ ყველა 100% გახდება კონფორმისტი, ხოლო ვინც ვერ გახდება, კულტურულად მოიშორებენ. ახლა ჩვენ გვინდა დღევანდელი შეხვედრა იმით დავამთავროთ, რომ ჩვენ ხვალ ორი აკადემია, ეს არის ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, რომლის პრეზიდენტი მე გახლავართ, ვატარებთ კონფერენციას, რომელიც მიძღვნილი არც გარდაცვლილი აკადემიის დამფუძნებელის და პრეზიდენტის ოთარ ჟორდანიას სოვნისადმი და სადაც ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გია კვაშილავა გამოიტანს ძალიან ძლიერ სინერგეტიკულ მოხსენებას. სამეცნიერო მოხსენებას ქართული სახელმწიფოებრივის 400-წლოვანი თარიღის განსაზღვრის შესახებ. აქ ამ მოხსენებისთვის მასაა გამოყენებული ენათმეცნიერების, დემოგრაფიის, ისტორიის, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების და კიდევ ბევრი სხვა რაღაცის მიმართულებების ერთობლივი სინერგეტიკული კვლევა. მოგესალმებათ, რომ თამაზ გამყრელიძის ძალისხმევით კიდევ მაშინ ედვარდ შევარდნაძის დროს განისაზღვრა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ითვლისო 3000 წელს. აი გია კვაშილავას დაუღალავი ფუტკარივით ტიტანური შრომის შედეგად ხვალ პირველად გამოაქვს მან სრული მოხსენება, სადაც საქართველოს ისტორია შეიძლება დაძველდეს 1000 წლით. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი და ყველას მეცნიერს, ქართველს, ვისაც მიაჩნია, რომ მეცნიერება ბოლომდე არ უნდა მოკვდეს საქართველოში, გეპატიჟებით ამ მოხსენებას. და მე მიხარია, რომ აი ეს პირველი მოხსენება კეთდება ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის სოვნისადი მიძღვნილ კონფერენციას, პროფესორ ოთარ ჟორდანიას სოვნისადი მიძღვნილ კონფერენციას. ჩვენ შემდგომში გავაგზავნებთ საუბარს საშუალო სკოლის პრობლემებზე, რომელიც კატასტროფული არის, ასევე კიდევ უმაღლესში. დღეს ამით ჩვენ ვამთავრებთ დღევანდელ გადაცემას. კარგ საღამოს, კარგ მომავალ დღეებს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.